მონაწილეობას იღებენ ძალიან ცნობილი პილოტები, როგორებიც არიან Formula 1-ის ყოფილი პილოტები. შარშან მონაწილეობას ვიღებდი Volkswagen-ის ტიპის ავტომობილით. ეს იყო დებიუტი როგორც ჩემთვის, ასევე ამ ბრენდისთვისაც. ცოტა გქონდა ტექნიკური პრობლემები, ცოტა კი არა საკმაოდ ბევრი ტექნიკური პრობლემა გქონდა, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცნაირად მაინც წარმატებულად ვწვდი შარშანდელ სეზონს. წელს მონაწილეობას მივიღებ Alfa Romeo-s ტიპის ავტომობილით და მაქვს იმედები, რომ ჩემს გულშემატკივარს არ დავტოვებ უკმაყოფილებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ TCR-ის გახსნითი ეტაპი ჩატარებულიყო საქართველოში და იყო ამ იდეის ინიციატორი, ასე ვთქვათ. და არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ არა ჩვენი ავტოდრომიას ყველაფერი არ იქნებოდა აქ. ეხლაც ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ და კარგად ჩატარდეს ეს ჩემპიონატი და მაქსიმალურად კმაყოფილები წავიდნენ, როგორც ორგანიზატორები, ასევე მრბოლელები ჩვენი ქვეყნიდან და კიდევ გქონდეთ აქ ჩამოსვლის სურვილი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი შეჯიბრი გვექნება რუსთავში 2 აპრილს და ყველას ვთხოვ, რომ მოგზავნდეს და გვიგულშემატკივროს.